გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. ესეთი ახალი აზრი მომივიდა. თუ უყურებდით ჩემი არხის პირველ ვიდეოებს, რა თქვა მქონდა, რომ ამ არხში იქნებოდა ბუნებაში გასულებით. ასე რომ არ გადამიღია ჯერჯერობით და გადავწყვიტე, რომ უკვე დავიწყოთ ეს თემაც. ეხლა მივდივარ მალთაყვაში. მე არ ვიცოდი ეს ადგილი. უბრალოდ გავლით ვიყავი გვერდზე ცენტრალური გზაა და ხშირად დავდივარ ხოლმე ხან მკითხარ და ესე მომინდა შიგნით შესვლა ამ პატარა ტყეში. გზასაც გაჩვენებთ სად იმყოფება ეს ადგილი. მეგობრებო, ხედავთ ეს კოლხეთის ეროვნული პარკია. ზუსტად ცენტრი და სასტო. აქ არ შევდივართ. ეს ადგილი იმყოფება ამის გვერდზე. აქეთ ხარს. ნახეთ რა სილამაზეა. Close till I get up. Time is barely on our side. I don't wanna waste what's left. The storms we chase are leading us, and love is all we'll ever trust. Yeah, no, I don't wanna waste what's left. And on we'll go, through the wastelands, through the highways, till my shadow turns to sun rays. And on we'll go, through the wastelands, through the highways. And on we'll go. მოკლედ მეგობრებო, ამავიწყდა მე თქვა, რომ სანამ წამოხვალთ შარვლებით წამოდით გირჩევთ, თორე როგორც შემოხვალთ კოღოები, ვამპირები გეტაკებიან რა. დაშე არც გიყურებენ. იჭმევი, არ იჭმევი პირდაპირ რა. ჯერ კი არ გაჯდებიან, პირდაპირ გახტებიან იმით რა ქვია, ნისკარტით რა. ეგ წავენ სისხლს. ესე კარგია რა. ასფალტი არ არის დაგებული. შიგნით ალაგ-ალაგ მაინც დაგებულია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთ ადგილზე რომ შემოდიხარ, გინდა ალბათ რომ ცოტა ხანი მოწყდე ქალაქს, თანამედროვეობას, მანქანებს. მოიგდო თავიდან რა ის და ახლა და ცოტა ხანი დაისვენო ბუნებასთან. შეხვიდე ახლო კონტაქტში და ეს ასფალტი ნამდვილად არ უხდება ესეთ ადგილს. შეიძლება ამის სხვის მოფიქრება, მაგრამ ჩემი აზრით მაინც ჩვეულებრივი ბუნებრივი ბილიკი უფრო ლამაზი იქნება და კარგი იქნება ესეთი ადგილებისთვის. გამოვედით უკვე, ეს არის კოლხეთის ეროვნული პარკი და გავდივართ ისევ ჩვენ მანქანასთან გზაზე. ასე რომ გემშვიდობებით და ამის მერე რასაც ვნახავ ხოლმე ესეთ ლამაზ ადგილებს აუცილებლად გადავიღებ და გაჩვენებთ ხოლმე. კარგად.